ბორჯომიდან დაახლოებით 50 კილომეტრში შუაგულ ტყეში მდებარეობს. ჩვენი ისტორია იწყება ამ სოფელში 1840 წლიდან. ჩვენები ჩამოსახლდნენ უკრაინიდან 1840 წელს დასახლდნენ სოფელ თორში. გვარები პაშჩენკო, შევჩენკო, უსტიმენკო, ჩუბკო, მარტინენკო ეს გვარები. 1944 წელში რო გაასახლეს თურქი მესხები, გადაგვასახლეს თორი ახალციხისრაჯნის სოფელ თისელში. გადასახლების შემდეგ მამაპაპურ ადგილს თორელები 1990 წელს დაუბრუნდნენ. ადგილობრივი ივანე პაშჩენკო სოფლის ისტორიას გვიყვება. მეფე თამარი აკეთებდა მართავდა დარბაზობას. აქედან მიიღო გზა გადასასვლელი მესხეთში. და აქედან მძანდება თამარ მეფის მგოსანი თურმან თორელი. ეს იყო ძველი ქალაქი, სადაც თამარ მეფე მართავდა დარბაზობას. კიდეც არის ეკლესია ნადარბაზებს ვეძახით. დღესდღეობით სოფელში არის მოქმედი ერთი ეკლესია, მაგრამ ისე წინაპრების გადმოცემით არის 12 ეკლესია. თორში 9 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ხანდაზმულია. 27 წლის მირზა დარბაიძის ოჯახი ერთადერთია სოფელში, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. მირზა საკირიდან თორში საცხოვრებლად გარდაცვლილი ბაბუის თხოვნით წლების წინ დაბრუნდა. აწყურიდან არის ჩემი მეუღლე. ყავდა ამოყვანილი, ვანახე სოფელი. რავი, ლამაზი მომავალის დაუსახე და რავი, ვცდილობ რომ გავამართლო ჩემი სიტყვები და რა ვიცი, მიყვები. ცხოვრება შემართებით. დაბრუნდებიან ახალგაზრდები თქვენსავით? რა ვიცი, მე დიდი იმედი მაქვს რომ დაბრუნდებიან, მე ჩემი აქ ყოფნაც ვფიქრობ რომ დიდი სტიმული იქნება მათთვის. და ვცდილობ რომ რა ვიცი, უფრო კარგად ვიყვე და უფრო შემართებით წავყვე ცხოვრებას, რომ იმგენმა სტიმული ნახოს, რომ აი შეიძლება ასეთ სოფელშიდაც რომ კარგად იქცნოს თავი და ბედნიერად იყოს ადამიანი. სამცხე-ჯავახეთში თორი ერთადერთი სოფელია, რომელშიც ელექტროენერგია არ აქვთ და არც არასდროს ჰქონიათ. აქ 2016 წელს ბორჯომის გამგეობამ მზის პანელები დაამონტაჟა, რომლის საშუალებით თორელებს ერთი ნათურის და ტელევიზორის ჩართვის საშუალება აქვთ. სოფელში არ აქვთ გზა, მაღაზია და სამედიცინო პუნქტი. პრობოდიოზაში მე მგონი ნახავდით გზას. რომ მაგალითად ეხლა რაღაცა გაგვიჭირდეს. აი, მაგალითად ადამიანი გახდა ცუდად ან შველა გვინდა რამე, სასტრაფო ვერ მოვა. არავინ ყურადღებას არ აქცევს. ესე იგი უპატრონო თვითოებული ვარ. საღამოს როცა თორელები პირუტყვს დააბინავებენ, სოფლის ცენტრში იკრიბებიან. ამბობენ, რომ აქ თავიანთ გასაჭირს ერთმანეთს უზიარებენ. ამათ შემოვევლი. ჩვენ რო ასი არ ვიყოთ, დავიხოცებოდი. და სოფელიც გაქრებოდა. აგერ ვარ სუპელად. ჩვენ რო დავწდებით. აქ აღარ იქნება სოფელი.